მოგესალმებით მეგობრებო, მე თავის წარდგენა, რა თქმა უნდა, არ მჭირდება თქვენს წინაშე, თუმცა ვინც არ მიცნობს და ახალი მაყურებლისთვის მეგლახლავართ პიტბული მეგობრებო, ორგანიზაცია გამას მებრძოლი. და დღეს მოგესალმებით პიტის პროგნოზებით მეგობრებო. როგორ მოგწონთ ჩემი ახალი გარემო? დამიწერეთ კომენტარებში თუ მოგწონთ, რა დავამატო, რა გამოვასწორო, რა გავაკეთო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სპონსორები არ მყავს, ყველაფერს ვაკეთებ ჩემი სახსრებით და ჩემი მონდომებით და ხალხის დახმარებით, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ჩემ გულშემატკივრებს. მინდა წარგიდგინოთ ესე იგი 28 მარტის ივენთი გამა Watchmen, სადაც ფიქრობ ძალიან კარგი ორთაბრძოლები გველოდება, ძალიან მაგარი დაპირისპირებები, ჩემო მეგობრებო. პირველ რიგში მინდა გითხრათ ის ამბავი, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი პრომოკოდი, როგორც ტრანსლაციის, ასევე დასასწრები ბილეთების. ტრანსლაცია შეგიძლია შეიძინოთ გამა FC.tv-ზე, ხოლო ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ გამა FC.g-ზე. ხო, გამა FC.g-ია. ერორ. ხო, გამა FC.g-ზე. მოკლედ, პრომოკოდი არის PIT. პრომოკოდით PIT თქვენ მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას. აქედან სარგებელი მეც მერგება, რა თქმა უნდა, და თუ გამოიყენებთ ამ პრომოკოდს, თქვენთვისაც -10%-ია და ჩემთვისაც სარგებელია, რის გამოც კიდე ერთხელ მადლობას გიხდით, მეგობრებო. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ გრეპლინგის ბილეთები, MMA-ის ბილეთები, მუშტიკრივის ბილეთები, ასევე ტრანსლაციანების მიერი პრომოკოდით PIT. მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ პრომოკოდებზე ლაპარაკს. 28 მარტს არის გამა Watchmen-ი, რის პროგნოზებსაც ეხლა მე თქვენ წარმოგიდგენთ. სარეიტინგო ბრძოლებით დავიწყებ, ხოლო ბოლოს არის საჩემპიონო ბრძოლა 56 კილოგრამ კატეგორიაში. და პირველი წყვილი, მეგობრებო, გუგა არღლიანი ხვდება ლევან ფანცულაიას. ხო, გუგა არღლიანი ლევან ფანცულაიას. ეს ბიჭები არიან დებიუტანტები, როგორც შევნიშნე, რეკორდების მიხედვით, იმიტომ რომ აქამდე მე ისინი არსად არ ყავს ნანახი. 56 კატეგორიაში იბრძვიან, მაგრამ აქ წერია 57. ალბათ კონსენსუსური წონა გახლავთ. არ ვიცი ზუსტად, ვერ გეტყვით. აქ მივენდობი იღბალს მივენდობი. არ ვიცი ახლა დგომის რა გითხრათ, მაგრამ აი ფანცულაიას კაი მუშტები უჩანს რა. თუმცა სიმაღლის დიდი უპირატესობა აქვს გუგა არღლიანს, 181 სანტიმეტრია სიმაღლეში და 166 გამა ხარისხი გავასწოროთ, ძმა, ვერაჩანს სურათებზე, ბრატ. მოკლედ, ორივე ბიჭი არის 19 წლის, ორივეს მინდა წარმატებები უსურო, რადგან მათი დებიუტია. მინდა უსურო სანახაობრივი ბრძოლა, უტრამო ბრძოლა და წარმატებები ორივე მებრძოლს. ამის პროგნოზს ნამდვილად რეალურ პროგნოზს მე ვერ გავაკეთებ, რადგან არც ერთი ბიჭი არ ვიცი ვინ რას იბრძვის და რომელი რას აკეთებს, ამიტომ გადავახტები და მოდი სიმაღლის უპირატესობით პროცენტულობით 55-45-ზე მივანიჭებ გამარჯვებას გუგა არღლიანს. ესაა ჩემი პროგნოზი, ჩემი აზრით და ჩემი პროგნოზით გაიმარჯვებს გუგა არღლიანი, მეგობრებო, სიმაღლის უპირატესობით. გამოცდილება ნახდათ არ ვიცი და გადავახტები, ამიტომ და ვერ გეტყვით რა მოხდება. შემდეგი ბრძოლა სარეიტინგო, რა თქმა უნდა, გიორგი მაძღარაშვილი. რა მაგარი გვარია, ბრატ. საიდან ძმა. გიორგი მაძღარაშვილი დაუპირისპირდება ალექსანდრე ვასაძეს. ალექსანდრე ვასაძე მეცნობა. თუმცა გიორგი მაძღარაშვილი არ მეცნობა, ძმებო.
ვერ გეტყვით აქ რა მოხდება. აქ არის იმენა ერთი თაობით გიორგი მაზღარაშვილი არის ერთი-ორი თაობით უფროსი რა, მოკლედ რო გითხრათ 15 წლით უფროსია, 3 თაობით, 4 თაობით, 10 თაობით უფროსია. მოკლედ, მოხუცი გიორგი მაზღარაშვილი დაუპირისპირდება ახალბედა ალექსანდრე ვასაძეს, 21 წლის ახალგაზრდა ბიჭს. არც ერთის გამოცდილება არ ვიცი, რეკორდში უწერიათ 0-1-ზე, 0-1-ზე ორივეს დებიუტი წაგებები ქონიათ, მეგობრებო. ნაღდათ არ ვიცი, რომელმა სადიჩხუბეს, ვისთან იჩხუბეს, მაგრამ ორივეს აქვს წაგება. სიმაღლე თითქმის ერთი და იგივეა 2 სანტიმეტრით არის სხვაობა. არ ვიცი რა გამოცდილება აქვთ. არ ვიცი, 76 კილოგრამში იბრძვიან. და აქაც მიწევს რომ გავაკეთო ისეთი შეფასება, ცოტა არარეალური რა. მოდი, ინტუიციას მივენდობი და ჩემი აზრით ალექსანდრე ვასაძე გაიმარჯვებს, მეგობრებო. მოდი, ახალ თაობას მივცეთ გასაქანი. კარგი, გადავიდეთ შემდეგ და ძალიან საინტერესო ბრძოლაზე. ეს ბრძოლა შედგება 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში. იოსებ ბენაშვილი დაუპირისპირდება ლუკა პოპიაშვილს. გამას მაყურებელს ორივე ძალიან კარგად გვახსოვს. იოსებ ბენაშვილმა 2 ბრძოლა ჩაატარა და ორივე გამარჯვებით დაასრულა. თუ წაგებაც აქვს იოსებს. მგონი არა აქვს წაგება. 2-0-ზე უწერია ყოველ შემთხვევაში გამას ოფიციალურ საიტზე. ლუკა პოპიაშვილი 2 გამარჯვება 1 მარცხი. ლუკა პოპიაშვილი დამარცხდა ლუკა იობაშვილთან და ძალიან სანახაობრივი და ძალიან მაგარი ბრძოლა ვიხილეთ, მეგობრებო. მოკლედ, ძალიან მაგარი ბიჭები შეერკინებიან ერთმანეთს რა. მოდი, მე ასეთ რაღაცას ვიტყოდი. ძალა და გამძლეობა ტექნიკის წინააღმდეგ. ანუ იოსებ ბენაშვილი ძალიან ტექნიკური ბიჭია, ვერ დაუკარგავ ნამდვილად, მოკრივე იყო ის, როგორც ვიცი. ხოლო ლუკა პოპიაშვილი ფიზიკურად ჯანიანი ბიჭი ჩანს, არის უფრო სწორედ. ლუკა იობაშვილთან ფაქტიურად ვერ წარმოაჩინა თავისი თავი. და ძალიან მიჭირს ახლა მე აქ არჩევანის გაკეთება, როგორ უნდა გადავწყვიტო. თუ იოსებ ბენაშვილს ეყოფა გამძლეობა და სუნთქვა იმისთვის, რომ 3 რაუნდის განმავლობაში აიტანოს პოპიაშვილის ძლიერი დარტყმები, მაგ შემთხვევაში იოსებ ბენაშვილი გაიმარჯვებს. ლუკა პოპიაშვილი ახალგაზრდა ძლიერი ტექნიკური ბიჭია, თუმცა იოსებ ბენაშვილს აქვს ძალიან მაგარი ტექნიკა, ძალიან მაგარი კრივი და მოდი პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი აზრით ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს იოსებ ბენაშვილი, მეგობრებო. შეიძლება უცდებოდე, მაგრამ რატომღაც ასე მგონია. სიმაღლის უპირატესობა დიდი არა აქვს 2 სანტიმეტრით იოსებს. ასაკითაც 31 წლისა იოსები და ლუკა არის 22 წლის და მოდი ტექნიკურობის ხარჯზე ის ძალიან ტექნიკური ბიჭია, ტექნიკურობის ხარჯზე გაიმარჯვებს იოსებ ბენაშვილი, ჩემი აზრით, მეგობრებო რა. 3 რაუნდიან დაძაბულ ორთა ბრძოლაში გაიმარჯვებს იოსებ ბენაშვილი. აგერ ნახავთ თუ არა და რა ვქნა. შემდეგი ბრძოლა, მეგობრებო. მამუკა აბულაძე დაუპირისპირდება საბა ნარსიას. ეს ბიჭებიც დებიუტანტები არიან, როგორც ხედავ. 93 კილოგრამ წონით კატეგორიაში იბრძვიან. მოდი, ორივეს წარმატებებს და უტრამო ბრძოლას უსურვებ. აქ უკვე ტონაჟია, დიდი ტონაჟია, დიდი ბიჭები ებრძვიან ერთმანეთს, მეგობრებო. მოდი, ნაღდად არ ვიცი რა, აი თითქოს მამუკას ცოტა გამოუცდელობას ვატყობ სახეზე. აი, ხუმრობ, მეგობრებო, არ ვიცი, რომელი არის, რომელი რას ჩხუბობს, რომელი ვის როგორ, რანაი, ასზე არა ვარ, მეგობრებო, და მოდი გადავახტები ამ ბრძოლას და აი, პროსტა გადავახტები რა. ინტუიციასაც არ მივენდობი. აი, ეს ბრძოლა ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ბრძოლაა რა. აი, ძალიან საინტერესო ბრძოლა. კონსტანტინე the chosen one ბურჯანაძე დაუპირისპირდება მერაბ dead shot გელაშვილს.
რა იქნება აქ? ღმერთო მიკარნახე. მოკლედ. ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება, გული მიგრძნობს რა. კონსტანტინე ბურჯანაძის სტილი მე ძალიან მომწონს, ძალიან მაგრად იყენებს სიმაღლეს. გრძელი ხელები აქვს, სიმაღლეს ძალიან მაგრად იყენებს, კარგი კრივი აქვს. გელაშვილიც არა, მაინც და მაინც გამოუცდელი. სამი ბრძოლა აქვს მერაბ გელაშვილს. ორი ბრძოლა აქვს კონსტანტინე ბურჯანაძეს და ორი გამარჯვება. მოდი ჩემი აზრით ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს კონსტანტინე ბურჯანაძე, მეგობრებო. შეიძლება არაობიექტური ვიყო, შეიძლება რამე რუმე, მაგრამ ასე მგონია რატომღაც რა, რომ კონსტანტინე ბურჯანაძე შეძლებს და გაიმარჯვებს რა. რაღაცნაირად სიმპათიით ვარ ამ ბიჭით განწყობილი, ამ ბიჭის მიმართ. ძალიან კარგი ორი ბრძოლა შემოგთავაზა და მოდი გაიმარჯვოს კონსტანტინე ბურჯანაძე. არც გელაშვილთან, არც გელაშვილის მიმართ არ ვარ ესე ცუდად განწყობილი, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდით წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო ორივეს, მაგრამ ამ ბრძოლაში მგონია რომ გაიმარჯვებს კონსტანტინეზე ჩუზევა ბურჯანაძე. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. იმედია მაგარ ბრძოლას შემოგთავაზებენ 65 კილოგრამი კატეგორია, ასისწრაფე, ძალა, შმალა, კალა, მალა, რავი, ყველაფერი. და შემდეგი ბრძოლა, ამ ბრძოლაზე ცოტა უნდა გავწელო რა. მოკლედ. ლუკა მეგრელი, მეგობრებო, ლუკა მეგრელმა დაიმსახურა გულშემატკივრების დიდი სიმპათია უკვე. სულ რაღაც ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული გამას ორგანიზაციაში, თუმცა ეს ბიჭი არის მოკრივე და ძალიან კარგი მოკრივეა. ასევე გამაშიც ორი ძალიან სანახაობრივი ბრძოლა ჩაატარა, ორივე გამარჯვებით დაასრულა. ხოლო ნიკა ბლეკაუთ გელაშვილმაც ჩაატარა ორი ბრძოლა. ერთი no contest-ად გამოცხადდა. გოშანოვთან იბრძოლა და დარტყმა შეასრულა, როცა მებრძოლი დაეცა და მოკლედ არ ჩაუთვალეს გამარჯვებაში. თუმცა ძალიან სანახაობრივი ბრძოლა იყო და პირველიც კარგი ბრძოლა ჰქონდა, 1-0-ზე აქვს რეკორდი, ერთი გამარჯვება. მოკლედ, ბევრი შემიძლია ამ ბრძოლაზე ვისაუბრო. ერთი არის რუსთავის წარმომადგენელი ლუკა მეგრელი, უჩამაი სურაძის გუნდში ემზადება. ხოლო ნიკა გელაშვილი გუდიანი თინიში ემზადება, გუდიანი თინი. როგორც ტარზანა იტყო და გუდიანი თინში ემზადება. ლუკა მეგრელი გვპირდება, რომ ერთი გუდიანით ნაკლებიო. ნიკა გელაშვილი კიდე უბნება, რომ კია, ბაო. ხო და მოკლედ, ძალიან სანახაობრივი ბრძოლა გველოდება, მეგობრებო. ორივე არის უსწრაფესი. ორივე არის უტექნიკურესი. ჩემი აზრით ლუკა მეგრელი შეიძლება უფრო ტექნიკური და შემტევი იყოს, მაგრამ არც ნიკა გელაშვილი არაა. უკან დამხევი, მეგობრებო, რა, რეალობას რო ჩავხედოთ თვალებში. ორივე შემტევია. ორივე ძალიან შემტევია. ფიქრობ, რომ იქნება სერიოზული ჯახი ცენტრში, რინგის ცენტრში იქნება მთელი ამბები. იქნება ძალიან კლასიკური კრივის გადაადგილება, იქნება ნაკლები კლინჩი, იქნება დარტყმების სერიოზული გაცვლები, იქნება მაგარი ომი რა, მოკლედ რო გითხრათ და ამ ბრძოლაში არა იმიტომ რომ რუსთაველია და არა იმიტომ რომ ამ ბრძოლაში გულშემატკივრო. ორივე ჩემი კონკურენტია, ჩემ წონაში იბრძვიან, თუმცა ამ შემთხვევაში და ამ ბრძოლაში პირველ რიგში მე გულშემატკივრობ ლუკა მეგრელს და წარმატებებს უსურვებ. ნიკა გელაშვილსაც წარმატებებს უსურვებ ამ ბრძოლის იქით. და ჯანმრთელობას უსურვებ ორივეს და უტრამო ბრძოლის ჩატარებას, რა თქმა უნდა, გვაჩვენეთ ბიჭებო სანახაობა. ამ ბრძოლაში ჩემი აზრით 3 რაუნდიანი ომის შედეგად გაიმარჯვებს ლუკა მეგრელი, მეგობრებო და მიუახლოვდება ქამარს. შეიძლება ჩემთანაც გაიზიაროს რინგი. მე რა თქმა უნდა არ მაქვს სურვილი ვეჭხუბო რუსთაველს. თუმცა თუ ეს აუცილებელი იქნება, თუ მასაც სურვილი ექნება და თუ ორგანიზაცია ამით დაინტერესდება, რა თქმა უნდა ჩატარდება ეს ორთაბრძოლა.
თუმცა ლუკას ჯერჯერობით სხვა გეგმები აქვს, მას ლევან ციკლაურთანაც უნდა რინგის გაზიარება, თუმცა ლუკა მაცადე ძმა. მე ჯერ საქმე მაქვს დასასრულებელი. მერე შენი იყოს. შემდეგი ბრძოლა მეგობრებო. ამ ბრძოლაში გავიგეთ რომ გაიმარჯვებს ლუკა მეგრელი. ჩემი აზრით და ვარაუდით რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესო ორთა ბრძოლა ჩაინიშნა მეგობრებო. პირადი დაპირისპირების შედეგად გამამ მიიღო გადაწყვეტილება რომ ამ ორ მებრძოლს AK-47 კაკრიაშვილი დაუპირისპირდება საბა ბუცხრიკიძეს. საბა ბუცხრიკიძე რომელი არის, იცით? აი ეს რა ქვია, პროცენტებს რომ ითვლიდა. 15 ბრძოლიდან 9 გამარჯვება და 6 მარცხი მაქვს თქო. და შენო 66% წაგებული გაქვს. კაროჩე, ეგრევე დამაერორა. ეგრევე საბამ შეძლო და ჩემში ფიქრები გამოიწვია. კაროჩე. ამას ეხა ამ ბრძოლას დიდი განხილვა მე მგონია არ ჭირდება. ეს უკვე სპორტული ინტერესი არ არის მეგობრებო ეს ბრძოლა. სპორტული ინტერესის გამო არ ჩანიშნულა, არც რეიტინგის გამო არ ჩანიშნულა. ეს ბრძოლა ჩაინიშნა პირადი დაპირისპირების, პირადი ინტერესის გამო მეგობრებო. მათ მოუვიდათ შელაპარაკება, რაღაც ვიდეო ჩაუწერა საბამ, მერე აკამ ჩაუწერა რაღაც ვიდეო, მერე ვერ გაერკვნენ, მერე ის, მერე ეს, მერე რაღაცეები მოხდა კიდე, რასაც რა თქმა უნდა არ ვიტყვი სოციალურ ქსელებში მეგობრებო და მოკლედ, აკა კაკრიაშვილი იძახის, რომ ან გავერთობიო, ან დავამთავრებო რა. საბა ბუცხრიკიძე ეუბნება, რომ ვერ გამლახაო ისავ ესავ. აკას რეკორდია მუშტიკრივში 3-2-ზე, 3 გამარჯვება 2 მარცხი. საბას რეკორდია 2 გამარჯვება 2 მარცხი. სიმაღლის უპირატესობა აქვს საბას 183 სანტიმეტრია. 172 არის აკა. მოკლედ, ამ ბრძოლაში ნოკაუტით, ან ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებს აკა 47 კაკრიაშვილი. მოკლედ, რა თქმა უნდა, ამას ეხა ბევრი ფიქრი და ჭობა და ანალიზი და შემანალიზი არ ჭირდება მეგობრებო. ამ ბრძოლაში ან ნოკაუტით, ან ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებს აკაკი კაკრიაშვილი მეგობრებო. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, მე ნახეთ ორთა ბრძოლა და წარმატებები აკას. შემდეგი ბრძოლა. მოკლედ, ეს ბრძოლა არის არასაჩემპიონო ბრძოლა 76 კილოგრამ კატეგორიაში. თუმცა არის main event. მაგრამ ამ ქარდზე გვაქვს საჩემპიონო ბრძოლა, რომელიც main event-ი დღის მთავარი ბრძოლა არ არის. გამა სიმონ. როგორ გავიგო თქვენი საქციელი ბრატ? ანუ სარეიტინგო ბრძოლა არის main card-ი და საჩემპიონო ბრძოლა არის main card-ის წინ. ნუ, ეგაც main card-ია გასაგებია, მაგრამ ბოლო ბრძოლა ეს არ ვიცი. ნუ, თქვენი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი ის თქვენ, რა ქვია, უკმაყოფილება თქვენ. როგორც მაყურებლის, რა თქმა უნდა. მოკლედ, შემდეგი ბრძოლა. საჩემპიონო. რიგის მიხედვით მივყვები მეგობრებო. საჩემპიონო ბრძოლა 57 კილოგრამ კატეგორიაში. წონები ხო შეიცვალა, მე შუავირგე მაგის დედავატირე. წონები შეიცვალა მეგობრებო. 60 კილოს მაგივრად გვიწევს 61 და 700-ის ჩაბარება თუ 61 და 200-ის. 56-ის მაგივრად 56 და 800 უწევთ თუ 700-ს. მოკლედ, რაღაცა MMA-ის წონები გაიჩიტა რა გამაშიც რა. როგორც MMA-ში არის, ისე არის გამაშიც წონების ჩაბარება. აღარ არის ზუსტად 60 რომ უნდა ყოფილიყავი, 60 და 200 თუ 60 და 700, 61 და 700, 61 და 200, ხო. ნუ მოკლედ რაც არის რა. როგორც MMA-ში არის, არ ვიცი ახლა ზუსტად როგორ არის MMA-ში. ბექა გაბაიძე დაუპირისპირდება გიგა თაბუკაშვილის, მეგობრებო. გიგა ბეტონი თაბუკაშვილი.
საჩემპიონო ბრძოლა 56-57 კილოგრამის. 168 სანტიმეტრია ბექა გაბაიძე და სიმაღლის უპირატესობა ქონია გიგა თაბუკაშვილს, მეგობრებო, 175 სანტიმეტრია, 7 სანტიმეტრით მაღალია. 4-0-ზე აქვს ბექა გაბაიძეს, ხოლო გიგა თაბუკაშვილს 5-2-ზე აქვს უკვე რეკორდი, უკვე 7 ბრძოლა ჩაატარა. მეგობრებო, გიგა თაბუკაშვილი სრულ მზადყოფნაშია. ასევე ბექა გაბაიძეც სრულ მზადყოფნაშია. მოკლედ, დიდი პატივისცემა გიგა თაბუკაშვილის. ძალიან მონდომებული და ძალიან კარგი ბიჭია, თუმცა ჩემი აზრით უპირატესობა ექნება ბექა გაბაიძეს, რადგან ზოგადად უფრო გამოცდილი სპორტსმენია როგორც ასეთი. ასე რომ, ჩემი აზრით ამ ბრძოლაში ბევრი რო არ გავაგრძელო, გაიმარჯვებს ბექა გაბაიძე და გადავიდეთ შემდეგ ორთა ბრძოლაზე, რომელიც არის main event-ი. ბექა კორტავა დაუპირისპირდება გურამ კვარაცხელიას. ეს ბრძოლა შედგება 76 კილოგრამ კატეგორიაში. ბექას რეკორდი არის 6-0-ზე გამოში, ხოლო გურამის რეკორდი არის 3-1-ზე, 3 გამარჯვება, 1 მარცხი. მოკლედ, რა უნდა ვთქვა, არ ვიცი. ჩემი აზრით გაიმარჯვებს ბექა კორტავა, თუმცა იმედი მაქვს, არ ვაკნინებ გურამ კვარაცხელიას დიდი პატივისცემა ჩემგან და ასე შემდეგ, თუმცა ასეთი შეხედულება მაქვს მე, რომ როცა ადამიანს აქვს 6-0-ზე რეკორდი, ორგანიზაცია უნდა თავაზობდეს ბევრად უფრო ძლიერ მებრძოლებს. რეიტინგის სათავის მებრძოლებს. ეხლა როგორი რეიტინგი აქვს გურამ კვარაცხელიას, როგორ არის რეიტინგში, აი ეხლავე ვნახავთ, მეგობრებო, რეიტინგების ნახვა შეგიძლიათ gama.fc.gz-ზე, რეიტინგების სექციაში გადახვალთ, მერე აგერ ვნახავ ეხლავე 76 კილოგრამი კატეგორია, ხო? ხო, 6-ში არა, გურამ კვარაცხელია. ყოფილა, აი მესამე ადგილზე ყოფილა, კი ბატონო. მესამე ადგილზე ყოფილა, კი ბატონო. არ არის დიდი ის რა ქვია, ამ კატეგორიაში ბევრი ბიჭები არ არიან. და მოკლედ, ასე მგონი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს ბექა კორტავა და ამით დავამთავრებ, მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გულშემატკივრობთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეტი мотиваცია მქონდეს იმისათვის, რომ შევძლო და გადავიღო კიდევ საინტერესო ვიდეოები, წინ ბევრი სიახლე გელოდება ჩემს YouTube არხზე, ამიტომ გამოიწერეთ, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, ასევე ვისაც გსურთ, რომ წვლილი შეიტანოთ ჩემი კონტენტის განვითარებაში, დონაციის ლინკი არის ბიოში, გამომდინარე იქიდან, რომ არ მყავს სპონსორი და მიწევს კეთება ყველაფრის ჩემი სახსრებით, შეგიძლიათ შეიტანოთ წვლილი ჩემ განვითარებაში. მადლობა, მეგობრებო. კრიტიკას მივიღებ მხოლოდ ჯანსაღს, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვამბობ. მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. მადლობა გამოწერისთვის, მადლობა დალაიქებისთვის და მადლობა იმისთვის, რომ მიყურებთ. წინ ბევრი საინტერესო სიახლე გელოდებათ და არ დაგავიწყდეთ. Gama Watchman-ზე ბილეთების დროის გასვლასთან ერთად ბილეთების ფასი იზრდება, ამიტომ მოასწარით, შეიძინეთ ბილეთები შეღავათიან ფასად, პრომოკოდით PIT მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას, როგორც ბილეთებზე, ასევე ტრანსლაციაზე. მოკლედ, ძალიან საინტერესო ქარდია, ძალიან საინტერესო ივენთი გველოდება ჩემი აზრით. და დავეშვით, აბა, ძალიან მაინტერესებს. დროებით, მეგობრებო.